Როგორია კლიმატის ცვლილებების პოლიტიკა საქართველოში თემაზე კონფერენცია გაიმართა. Ბოლო მონაცემების მიხედვით გლობალური დათბობის პროცესი ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოსაც, რაც სხვადასხვა ტერიტორიების გაუდაბნოებაში გამოიხადება. Კიდევ ერთი პრობლემაა კავკასიონის მყინვარების დნობის პროცესია, რაც ასევე უარყოფითად დაისახა სამომავლო წყლის რესურსების მასშტაბებზე. სწორედ გლობალური დათბობა იქნება მთავარი თემა პარიზში თვის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც საქართველოც იქნება წარმოდგენილი. საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად იღებს ვალდებულებას ქვეყანაში სათბური აირების შემცირების მიმართულებით. მოგესალმებით, რამდენიმე დღეში პარიზში იწყება კლიმატის დიდი კონფერენცია, სადაც უნდა გადაწყდეს მომდევნო 15 წლის მანძილზე მთელი მსოფლიო რა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწევს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველო როგორც პასუხისმგებლიანი მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობის წარადგენს თავის პოზიციას, თავის წვლილს. თუ საქართველო არ უზრუნველყოფს ენერგოეფექტიან განახლებად ენერგიებზე ორიენტირებულ განვითარების მოდელს, თუ ჩვენ არ უზრუნველყოფთ კლიმატის შედეგების მაქსიმალურ კლიმატის ნეგატიური შედეგების მაქსიმალურ შემცირებას, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ვიყოთ კონკურენტულები მსოფლიო ბაზარზე. ფერმერმა უნდა იცოდეს ზუსტად შესაძლებელია 20-30 წლის წინ იქ სხვა კულტურა გაცილებით უკეთესად მოდიოდა, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ შეიტანა კორექტივები. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საგარეჯოში და ამ ზონაში, რასაც თქვენ გულისხმობთ, რომ ნაწილობრივ გაუდაბნოება ხდება, მოყავთ უკვე ზეთისხილი და ძალიან აქტიურად. თუ გვინდა დაუშვათ გამოვყოთ განსაკუთრებით ყველაზე სერიოზული გავლენა სად არის, ეს გახავთ შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც უფრო ძნელია მართვა პროცესების, იმიტომ რომ ზღვის დონის აწევა გვაქვს, შესაბამისად ეროზიები ძლიერდება, თუ ნაპირის ჩარეცხვა წელიწადში 3-დან 3 მეტრამდე იყო ადრე, ეხლა თითქმის 6 მეტრამდეა ასული. დონე წინა საუკუნეში აჭარის სანაპიროზე არის 22 სანტიმეტრით მომატებული, მაგრამ თუ გადავალთ დაუშვათ ფოთთან, იმიტომ რომ ხდება ხმელეთის დაძილვა ტექტონიკური, აქ საერთო, ასე ვთქვათ, განსხვავება 70 სანტიმეტრს აღწევს.